ჩვენ გვიხარია ჩვენი ძველი მეგობრის ლინასის ნახვა, ლიტვის საგარეო მინისტრის, რომელიც საქართველოს მრავალი წლის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთგული მეგობარია. და მინდა ვთქვა, რომ რეალურად ძალიან საინტერესო საუბრები ჰქონდა მას საქართველოში, მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და დღევანდელი ჩვენი საუბრის შემდეგ მე კიდევ ერთხელ დავადასტურო ეს ჩვენი ძველი შეთავაზება, რომ მე და პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი წერილით მიმართოთ ევროკავშირს და ნატოს, ერთობლივი გეგმა გავწეროთ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შიდა განსხვავებებისა, რომ ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ევროატლანტიკური და ევროპული ორიენტაციის კურსი. გუშინელი ჩვენი შეხვედრის შემდეგ მე ვფიქრობ, შეხვედრა არ უნდა დარჩეს მხოლოდ შეხვედრად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგამოვიყენოთ ის, რომ რაღაც სახის დიალოგი არ დგა და არ დავკარგოთ ახლა დინამიკა ევროპულ ინსტიტუტებთან. იმიტომ საფრთხე იმისა, რომ თუ საქართველოში და ვითარება ცუდად განვითარდა, თუ ჩვენ წავედით ნაკლები სტაბილურობისკენ ან დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეექმნა საფრთხე, მაშინ მთავარი ასევე ამის გაგრძელება იქნება, რომ ჩვენ შეიძლება ჩამორჩეთ იმ პროგრესს, და იმ ტემპს, რომელიც აკრეფილი ქონდა ევროპასთან ინტეგრაციაში. ეს არავის არ გვინდა, ეს არ უნდა მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს არ მინდა მე, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ამას და მე პირადად მათ შორის უდუნებით ვაშენებით მთელი ეს წლები. და რა თქმა უნდა, ამის დაკარგვა არავის სჭირდება და პირიქით ახლა მთავრობა უნდა გააგრძელოს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ბევრი რამე შეიძლება უკეთესადაც გააკეთოს. და მხოლოდ გამიხარდება. ამიტომ ჩვენი ერთობლივი მიმართვა და სწორედ ამაზე ასევე როგორც მესმის ლიტვის საგარეო მინისტრი ესაუბრა პრემიერ-მინისტრს, იქნება კარგი დემონსტრაცია იმისა, რომ ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ, ჩვენ გვაგელობთ საქართველოს მომავალი, ჩვენ ყველა ერთად დავეხმაროთ ჩვენ ხალხს და ამისთვის ევროპაშიც წასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. და ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი ევროპაში, რომელიც ასევე ამ გზაზე ჩვენ გვატარებს და ყველამ ერთად უნდა მივახციოთ გარკვეულ შედეგს. ამიტომ ეს უბრუნდებით ჩვენ წინადადებას და მე ვფიქრობ, რომ შევთანხმდებით ერთად, რომ ერთობლივად მიმართოთ ევროპულ ინსტიტუტებს და ორივე მოვაწეროთ ხელით, პრემიერ-მინისტრმა და მე როგორც პრეზიდენტმა. ეს იქნება საქართველოს პოლიტიკური კლასის ერთიანობის დემონსტრაცია. ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ჩვენ უნდა დავბრუნოთ ჩვენ სახს, ჩვენ გვინდა ნატოში შევიცვლა და ჩვენ როგორც არ უნდა გქონდეს განსხვავებები, ჩვენ ყველა განსხვავებას გვერდზე გავდებთ, როცა საქმე ეხება საქართველოს მომავალს და ჩვენ სტრატეგიულ ხედვას და ინტერესებს. I also like to welcome statement of Mr. President and also a welcome commitment of Prime Minister. We really need positive signals from Georgia in order to make sure that the way towards Euro-Atlantic integration is irreversible, it's clear, it's united, it's joined, and I believe that all internal problems will be solved and the national interests will be put on the top of the agenda. And as far as Lithuania is concerned, we were always friends of Georgia. We are and there will be friends of Georgia, and will be helping in the areas where Georgia will choose of interest, of value, of our possibility to be so to say together. And I believe this is also has to do with the future summit of European Union end of November. We believe that by the summit will be clear achievements by Georgia with regard of association agreement, ending of negotiations, with regard to free trade agreement with the European Union. We're happy that last week you were presented by the visa liberalization action plan, which will be some stages will be passed by the summit as well. So you are on good track, and we hope that time will not be wasted and the achievements will be done and deliverables will be tangible. So thank you for this opportunity and really grateful for the meeting. მე მინდა უბრალოდ დავუმატო, რომ ვილნიუსის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მეგობარ ქვეყანაში არის ლიტვაში ეს სამიტი, ეს არის ჩვენთვის ისტორიული შანსი, რომ შევახდეთ იმ მატარებელს, რასაც ქვია საბოლოო ჯამში, რომლის საბოლოო დანიშნულება არის ევროკავშირის წევრობა. ჩვენ გავხსენეთ ახლა აეროპორტები, სადაც იაფად შეიძლება ფრენა მაგალითად ქუთაისიდან ევროპაში. ჩვენ მივედით იმ ეტაპზე, სადაც ძალიან მალე საქართველოს შეიძლება ქართული პასპორტი უვიზოდ ჩასვლა ევროპაში. ჩვენი პროდუქციის უვიზოდ შეტანა, უბრალოდ ბაჟის გარეშე შეტანა და დაფუძნების გარეშე ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ აქედან გამომდინარე, ეხლა არის ისტორიული შანსი, რომ ჩვენ ამ მატარებას არ ჩამორჩეთ
თავის დროზე ჩვენ ჩამორჩით მატერიალებს, რომელთაც ლიტვა ჩავიდა ევროპაში და ნატოში, იმიტომ 90 წელს იყო არეულობა საქართველოში, უცხოური შემოჭრა და სამოქალაქო ომი ყველაფერი ერთად. ახლა აღარ უნდა ჩავიდეთ იგივე სპირალში, იგივე ხაფანში არ გადავიდეთ. ახლა უკვე ლიტვა იქ არის და ლიტვა გველოდება უკვე იმ შემდეგ სადგურს. ახლა უნდა ჩვენ მატერიალებს გავჩვენოთ და ჩავიდეთ იქ, სადაც უკვე არის ლიტვა. ამიტომ ვილნიუსის სამიტი ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ეს არის შემდეგი რამდენიმე თვე ჩვენ იმით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებული ერთმანეთს დავჭამოთ და პრობლემები შევქმნათ და მათ შორის ჩვენ პოლიტიკურ სისტემას არავინ ყველა მეტად ერთმანეთს ხელები ჩავკიდოთ რომ ამ ვილნიუსის სამიტზე ვიყოთ კარგ ფორმაში